ზოგადად ქვეყანაში ცოტა მძიმე პოლიტიკური სიტუაცია ასუფევდა, მოგეხსენებათ ძალიან კარგად, მაგრამ ზესტაფონს რაც შეეხება, ზესტაფონში ჯოულ რეჟიმში მიდიოდა მუშაობა როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში შეთანხმებულად, რა თქმა უნდა, უამრავი პროექტი განხორციელა ინფრასტრუქტურული, ძალიან ბევრი დაგვრჩა გასაკეთებელი, რომელსაც ვაპირებთ მომავალი წლისთვის, ბიუჯეტი თუ ჰქონდა შარშან 29 მილიონი დაახლოებით, წელს უკვე 35 მილიონია დაგექმნილი, ასე რომ ველოდებით ძალიან ბევრ სასიკეთო ცვლილებებს, ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისევ და ისევ, რომელიც როგორც შარშან განხორციელდა ნორმალურ ფარგლებში, ისეთნაირად განხორციელდება, რასაკვირველია, ასე რომ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება მომავალ წელს, 2025 წელს. 2024 წელი იყო რთული და წინააღმდეგობებით სავსე წელი. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის წინაშე. პირველი ეს არის არჩევნები, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად სამართლიანი და დემოკრატიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვიცით, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გამომდინარე აქედან მივიღეთ ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური ხელისუფლება, რასაც მოჰყვა საქართველოში ფართომასშტაბიანი მანიფესტაციები, თითქმის უკვე ერთი თვეა გრძელდება მანიფესტაციები, რისთვისაც ნამდვილად მინდა დიდი მადლობა და გადაუხადო და აღსანიშნავია ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მომავალი თაობის აქტიურობა, ანუ ეს ჩვენი მომავალი თაობა იბრძვის იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ დარჩეს რუსებს, გახდეს დემოკრატიული ევროპის ნაწილი. და მეორე ეს რაც ყველაზე მეტად კიდე აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელია ჩვენი საზოგადოებისთვის არის ის, რომ 28 ნოემბერს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერება და ვიცით რაც ანუ როგორც განვითარდა მოვლენები დღეის მდგომარეობით გვყავს ასობით ნაწამები, ნაცემი და დაკავებული ახალგაზრდა და ანუ ძალიან მე ვფიქრობ რომ 2024 წელი პოლიტიკურად იყო ძალიან დატვირთული წელი, მაგრამ ვიტოვებთ იმედს, რომ 2025 წელი იქნება ის წელი, სადაც გაითვალისწინებს ალბათ ხელისუფლება, დაიხევს უკან და თავის ამბიციებს არ გადააყოლებს ამ ქვეყანას და იმ 20-25 კორუმპირებული ჩინოვნიკის გამო ქვეყანას არ დაღუპავს და არ ჩაათრევს ისევ რუსულ ჭაობში და დაინიშნება ხელახალი რიგარეშე იქნება თუ ხელახალი არჩევნები იქნება და ჩვენი ქვეყანაც გააგრძელებს სულას ევროინტეგრაციის გზაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცო განსაკუთრებით ჩემს საყვარელ ზესტაფონლებს და სრულიად საქართველოს. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ერთმანეთის სიყვარული და მინდა რომ ამ ჩემს ქვეყანაში 2025 წელს დასრულდეს ის პოლარიზაცია, რაც კიდევ უფრო გააღრმავა 2024 წელმა.